ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ ასევე იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია, რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად. ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წოლუკიანი, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე. ეს მოხდება ძალიან მალე სწორედ ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ დიახ შვიდობიანი რევოლუციით. სიტყვა რევოლუციის ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია და სწორად ეშინია, იმიტომ რომ ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ნამდვილი ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა. ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია. ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მზია ამაღლობელი, რომლის ბრძოლა, რომლის გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოს და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალია და ძალიან საგულისხმოა, რომ დღეს სწორედ ამ ერთ-ერთი ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამტყვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და შეიგნონ ასევე ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა. დიახ, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, უსამშობლო, უღირებულობო, ფულზე დახამებულო მონებო, რომლებიც ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, პრეზიდენტი სააკაშვილის გუნდით შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი. დიახ, და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართულ ხალხთან ერთად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა. ეს არის ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული ქართული სახელმწიფოს იდეა. და ქართული სახელმწიფოს იდეა უკდავია. ქართული სახელმწიფოს იდეა მარადიულია. ის ვერ დაასამარა და მას ვერაფერი დააკლო ვლადიმერ პუტინმა და მას ვერაფერს დააკლებენ ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენ საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა. სამშობლოს მოღალატეების განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. და ამ ბრძოლაში ყველაზე საიმედო, ყველაზე სანდო, ყველაზე ძლიერი და უღალატო საყრდენი ქართველი ხალხისთვის იყო, არის და იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მრავალი მცდელობის მიუხედავად ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ დაამარცხა, ვერ გააუქმა, ვერ გააჩერა. ასეა დღეს და ასე იქნება ხვალად საბოლოო გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს, თავისუფლება ყველა პოლიტ პატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. მადლობა.